დაბადება. თავი 47. მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს. მამა ჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩოს აბადებლით. უკვე გოშენის მიწაზე არიან. ძმათაგან 5 კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე. ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმიანობას ეწევით? უთხრეს: ცხრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა პაპა. უთხრეს ფარაონს: ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე. უთხრა ფარაონმა იოსებს: მამა შენი და შენი ძმები მოგივიდნენ. შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა, საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამა შენი და შენი ძმები და ეცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინეთ ჩემს საქონელს. მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე და აკურთხა იაკობმა ფარაონი. ჰკითხა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ? უპასუხა იაკობმა ფარაონს: 130 წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი, მცირედავი იყო ჩემი ცხოვრების წლები, ვერ მივაწია ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს. აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან. დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა. ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით. და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი და უძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნების შიმშილისაგან. შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა. და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური, რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია? უთხრა მათ იოსებმა: მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ ფული თუ გამოგელიათ. მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ. კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში, მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ. გავიდა ის წელი, მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა. არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა. რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენს და ჩვენი მიწაც. გვიყიდეთ ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა. და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა. მონება დაქცია ხალხი ქალაქებში, ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები. თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ, ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები. უთხრა იოსებმა ხალხს: აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა. მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით და 4 წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ. თქვენს სიცოცხლე შეგვინარჩუნე, ოღონდ მადლი უპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად. დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე, მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა, მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს. და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში, დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავდნენ ფრიად. იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში 17 წელი და იყო მისი სიცოცხლის დღენი 147 წელი. როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს იოსებს და უთხრა: თუ მადლი უპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულ ქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე, ნუ დამარხავ ეგვიპტეში. და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. უთხრა იაკობმა: შემომფიცე, შეჰფიცა იოსებმა და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.